ეს ვიდეობლოგი რეალურად სერიოზული ვიდეობლოგია, სერიოზულ თემაზე უნდა მიმსჯელო, მაგრამ და ოპოზიციაზე პირველ ყოვლისა, მაგრამ თქვენი სნებართვით თავდაპირველად შემოგთავაზებთ ვიკა ბუკიას, აქვია მანანას, ვიკა ბუკიას მანანა როა, ხო, ყველასთვის ცნობილი და არაჩვეულებრივი ერთ პატარა 3 ეპიზოდისაგან შემდგარი თუ არ ვცდები 3 ეპიზოდისაგან შემდგარ ერთ დიდ საშუალო ეპიზოდს კი არა სიუჟეტს ნახეთ შენ ვერ მიხდი მაგრას რომ გვარასთან უნდა ყოფილიყავი გვერდით ჩემპიონთა ლიგაზე და უნდა გედორბლა და შენს გელოჟნა ისაცი ვერ მიხდი მაგრას რეზიალკაში რომ უნდა შევარდნილიყავი და დაგეწერა ქულები შენ ხომ იყავი ამ ჩემპიონთა ლიგის იქ ხო დარბადი შენ ვერ მიხდი ხო რანერად ვერ მიხდა ეს კაცი მოიცა ნუგზარს დავურეკე ნუგზარს აკაზრეცე რომ იგი მიხდა ეგ საცოდარი მაგრამ არ უშვებენ გერმანიაში მუნხენში არ შეუშვეს ვერ შემიწოდაო სანქციების გამო რამხელობ ესე იგი რამდენს ვუძლებთ ჩვენ თუ ათხოვთ რანერვების ფასად ვუძლებთ ბიზნა შენ სიყვარულს და რუსეთის გულებას კახა კალაძე არ უნდა ყოფილიყო ეხა გვარას თამაშზე მაგრამ აი ზინმეს მაინც რომ ეკითხა ჩემთვის რჩება იაბი აი ვეთხოვდი რომ გავაკეთოთ ოპერაცია პაუცინა ობობის ქსელი როგორც უკრაინელებმა ქნეს რა იყო იმათმა დრონები თუ წაიღეს იმაში ციმბერში ჩვენ კახას ვერ მოვახვედრებდით მიუნხენში ჩაგვედო უნდა ვარდისფერ კუბოში უნდა მოგვეთავსებინა ეს კუბო რეალურად მე ვკითხულობ ძალიან კარგია რასაკვირველია სამივე პატარა ეპიზოდუკა ერთმანეთზე უკეთესია და კრავს და ყველაფერი უგზარის შემოყვანა აქ რომელსაც დაურეკა უგზარმა უთხრა რომ ისინა დასანქცირებულიან მოკლედ ვიკა ბუკიას მანანა ან ვიკა ბუკია ან მანანა არიან გენიალურები მაგრამ ეს მართლა მინდა ვიკითხო ეს ბოლო ხანებშია სულ ხშირად მხდება და მხდება ეს ბევრი ახსენებს ამ ვარდისფერ კუბოს და რა ხდება ვინმე მამიხსენით კომენტარებში დამიწერეთ რა არის ეს ვარდისფერი კუბო ვარდისფერი კუბო ვიკამას თუ ბანამას თქვა ხებმაც თქვეს ვარდისფერი კუბო მე რაღაცები არ ვიცი ეთქობა და ვარდისფერი კუბო რა არის ვინმე მამიხსენით ეხა ამას ყვები იმიტომ რომ თავადი კახა კალაძის განცხადება გაგაცნოთ ბოდიში ვიკა შენთან თავად კახა კალაძის განცხადება გაგაცნოთ რომელმაც მე არ ვიცი რას ეხება ეს ვარდისფერი კუბო მაინც და მაინც არა ის ვარდისფერ კუბოზე კი არ აკეთებს განცხადებას კომენტარს მაინც და მაინც ხო კახაია კალაძე მაგრამ ამას კი ამბობს რომ მერობას ვაპირებ და ვაპირებ რომ დავამარცხოთ ყველა ის რადიკალური დაჯგუფება ვინც ხართ დაგამარცხებთ და ქართველ ხალხთან ერთად მოგიჩენთ შესაბამის ადგილს რაც არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა და გვამარცხეთ აბარა უნდა გქნათ ანუ კახა კალაძე ოფიციალურად აღარ დასტურდება გიორგი აბაშიშვილის მიერ შერჩეული კი არა უსაყვარლესი პერსონის ნოშიკო ნამორაზის მერად გაკაჩვის თაობაზე ინფორმაცია არა თვით კახა კალაძე უკვე მესამეც თუ არ ვცდები იყრის კენჭს დედაქალაქის მერის თანამდებობაზე და მაღალი ალბათობით კი არა მე გეტყვით რომ გაიმარჯვებს და მე აკიგითხარით რომ ეს ჩემი ვიდეობლოგი არც ვარდისფერ კუბოებს ეხება რომლებზეც არაფერი ვიცი არც ვიკა ბუკიას არაჩვეულებრივ ბლოგს რომელსაც ვაქებ და მანანას ხომ ვაქებ და ვაქებ მოკლედ ვიკას ვაქებ იქ ერთი ძალიან საინტერესო ეპიზოდი შემხვდა დეპუტატს რომ ისდევს და ის დეპუტატი ქალბატონი დაბნეული მამაკაცების ტუალეტში რომ შევარდება როგორც იმ შემთხვევაში ჟურნალისტი არის ნამდვილად ვიკა მოკლედ მანანას ობრაზში კი არის ნამდვილად ვიკაა და ფანტასტიკურია ეს ბითაძეა თუ არ ვიცი სახელი არ მაია მე მგონი მაია ბითაძე რომ შევარდება მამაკაცების ტუალეტში ხალხო ნუ იბნევით ესე ჟურნალისტების და მათ შორის ნურც ვიკას გამოჩენაზე და ასე შემდეგ და მაგრამ აქ ხა ამაზეც არ ვლაპარაკობ არც კახა კალაძეზე არც ვიკა მანანაზე არც ვიკაზე
არც იმაზე რომ კახაკალაძე დაგვამარცხებს თურმე და ადგილს მოგვიჩენს არა. მე ვლაპარაკობ ოპოზიციაზე. ხო, არ ვლაპარაკობ არც ვარდისფერ კუბოებზე, მართლა მომწერეთ ამ მიხსედით რა არის ეს ვარდისფერი კუბოები, მე უვიცსა და უგვამს. მაგრამ ახლა სხვა რამეზე ვლაპარაკობ. ოპოზიციის ნაწილი და არა მხოლოდ გახარია, იცით თქვენ რომ აპირებს პრინციპში ღია დაფიქსირებს იმას, რომ გავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მე მინდა ხაზგასმით დავაფიქსირო და არ დავიწყებ ეხა რაღაცა ეს ლოზუნგურ სადღეგრძელოებს რომ იცით რა არის ხალატი ეს არის ბიზინა ივანიშვილის თამაში ეს ცხადზე ცხადია მე წხვდები ამას მაგრამ ამას ამბობს ყველა ახლა მაქვს ესეთი კითხვა და ასე მოვატრიალებ თემას რომ გავიდეს ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში მან ხომ უნდა დახარჯოს უხეშად ვიტყვი ყველაზე მინიმალურ გაანგარიშებებს 2-დან 3 მილიონ ლარამდე ამ საარჩევნო კამპანიის დროს. და ხო თავადაც ხდება, რომ თუ მთელი ოპოზიცია დაუჭერს მხარს, რომელიმე ერთ კანდიდატს, მაგალითად, კალაძის ოპონენტად ვინმე თუ იქნება წარმოდგენილი, არ ვიცი ვინო, ხაზარაძე მამუკა. ხომ უნდა ხდებოდეს მამუკა და მაღალი ალბათობით ხდება კიდეც და დარწმუნებულიც ვარ ხდება რომ მთელი ოპოზიცია თუ დაუჭერს მხარს მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს შანსი ისიც თეორიული და მიზერული რომ დაამარცხოს ეს ბანდიტი კალაძე და დედაქალაქის მერის არჩევნებში 99% ამ საარჩევნო სისტემის ამ გარემოს ამ გაყალბების მექანიზმების და ასე შემდეგ გათვალისწინებით ის დამარცხდება მაშინაც კი თუ ოპოზიცია იქნება ერთიანი და რომ არ იქნება ერთიანი და არ იქნება იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა და ახალი ჯგუფი ანუ გვარამია ჯაფარიძე ხოშტარია მელი აქენ ორი დაპატიმრებულია ისინი არ აპირებენ გასვლას ანუ ეს პოლიტიკური სუბიექტი არ აპირებს რა გასვლას მით უფრო დამარცხებული იქნება დამარცხდება აქედან გამომდინარე გამოვა რომ მამუკა ბადრი და სხვებაც არ ვიცი ვინც არიან მათი სპონსორ დონორები მამუკა ბადრის ფულია უმრავლეს შემთხვევაში ეს 3 მილიონი უნდა გაისროლოს ძალიან ჯანსაღად ძალიან კონსტრუქციულად ლაპარაკობ დედაქალაქის მერის არჩევნებში დანარჩენი ოპოზიციური სპექტრის მიერ არ მხარდაჭერილი არ იქნება ის მამუკა აუცილებლად მარცხდება რომც დაუჭიროს მხარი გვარამიამ და ნაციონალურ მოძრაობამ რაც წარმოუდგენელია მაინც მარცხდება მაგრამ იქ კიდე არის მცირედი შანსი და ახლა მარტო დარჩენილი გამოვა რომ 3 მილიონს გააგდებს და დამარცხდება უხეშად 3 მილიონს შესაძლოა 2.5 შესაძლოა 2 შესაძლოა 1.5 მილიონს ამ გაყალბების მექანიზმების გათვალისწინებით გარდა ამისა რაც ასევე მნიშვნელოვანია ამით საბოლოოდ შემოირღვევა ოპოზიციური მყიფე ისედაც არსებული მყიფე ერთობა ანუ ახლა თუ კიდე გვაქვს ილუზია იმის თაობაზე რომ ეს ოპოზიციური ერთობა არსებობს და ამ ოპოზიციურ ერთობას კიდევ რაღაცა შეუძლია ანუ შეუძლია რომ მიაღწიოს გამოსტაცოს ქართულ რუსულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნების დანიშნა ახლა უკვე როდესაც ერთი და ახლა უკვე ორი პოლიტიკური ჯგუფი ანუ გახარია ჯგუფი და ხაზრაძე ჯგუფი გავლენ არჩევნებზე ამით ეს ერთობა როგორც ასეთი საბოლოოდ ჩამოიფშნება და ეხლა ისევ უბრუნდები იმ სიტყვას ისიც თქმაც არ მინდოდა იმიტომ რომ მეც მინდოდა რომ ავცდენოდი იმას რასაც მთელი თბილისი მთელი საქართველო მთელი მათი კრიტიკოსები ისიც ლაპარაკობენ ამ შემთხვევაში გამოვა რომ უნებურად არ დაგწამებთ ცილს თქვენ თამაშობთ უნებურად სუსვავ ბიზინა ივანიშვილის თამაშს ბიზინა ივანიშვილს უნდა რომ ვინმე დაფიქსირდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გახარიას გარდა რომ თქვას რომ ის არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურად და არა მარტო ის ოქტომბერში ჩატარდება მიმდინარე წლის არამედ წინა არჩევნებიც საპარლამენტო არჩევნებიც ლეგიტიმურია და ლეგიტიმური რომ არის ადასტურებს ამას ის რომ ოპოზიციური პარტიები აგე ჩვენს მიერ დანიშნულ არჩევნებზე გამოვიდნენ კარგად ვაყალიბებ და ეს არის სიმართლე მაგრამ ყველაფერთან ერთად ესეც სიმართლეა რასაც ახლა გეტყვით როდესაც ასე მაგალითად ძლიერი საქართველო ან ასე მაგალითად ძლიერი საქართველო პლუს გახარიას პარტია ან ასე მაგალითად ძლიერი საქართველო გახარიას პარტია და კიდე რამდენიმე პარტია მიიღებენ მონაწილეობას ვახუშტი ენაბდე და მისი სოციალისტები ხო მემარცხენეები აპირებენ როგორც ვიცი შესაძლოა ვწდები სხვებიც გამოჩნდებიან აქა-იქ პოლიტიკური სუბიექტები ისინი თუ გავლენ არჩევნებში და მიიღებენ მონაწილეობას ამ არჩევნებში და დამარცხდებიან ეს მათ რეპრესიებისაგან ვერ იხსნის ბიზინა ივანიშვილი იმდენად სასტიკი ტიპია რომ ამათ მისი აზრით სუსტებს, აი სუსტებსაც არ ვიტყვი, კიდე უფრო მეტად დასჯის
და კიდევ უფრო მეტ რეპრესიას განახორციელებს ცალკე გახარიაზე და ცალკე ხაზარაძე ჯაფარიძეზე. გირაო რო გადაიხადა მამუკამაც და ბადრიმაც თქვენ იცით რომ ეს გირაო მათ არ ანთავისუფლებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, რასაც ანუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ბიზი და ივანიშვილი ისედაც აპირებს მათზე, აპირებს მეთქი ასე გეტყვით, ანუ მათ გამოკეტვას აპირებს, მათ დაჭერას აპირებს, როგორც კი ამის შესაძლებლობა ექნება კი არა, როგორც კი სურვილი გაუჩნდება ამის. და თუ ვინმეს გონია რომ აი არჩევნებში გავალთ და ამით იმუნიტეტს შევიძენთ, როგორც დამარცხდებიან თან. ესეც ტყუილი ამბავია, იმუნიტეტს რო ვერ შეიძენთ, ესეც გასაგებია, მაგრამ რომც გაპრავდეს, რომც მოიწონოს ივანიშვილმა თქვენი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ესეც კი ვერ გიხსნით თქვენ შესაძლო რეპრესიებისაგან და ასეც მე დარწმუნებული ვარ, არც გაშინებთ, ეხლა ისე არ გავავიდეს, რომ თქვენ შეშინებულები ხართ რეპრესიების გამო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამბობთ, რომ თქვენ ყველაფრისთვის მზად ახართ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ანუ თქვენ ეთანამშრომლებით უნებურად იმათ, ვინც თქვენს მიმართ რეპრესიების გამტარებელია, ვინც თქვენი დამსჯელი იქნება, ვინც თქვენი დამხრეტი იქნება ბჭყალებში, ცხადია. გამომკეტი იქნება საბატიმროში. ხო და კალაძე რო დარჩეს მარტო, რომელიც დამარცხებას გვპირდება, უმალ სჯობს. და საერთოდაც უნდა ვიცოდეთ, რომ რომელიღაც ეტაპზე და აუცილებლად მოხდება ეს. ძალიან დიდი კი არა, ძალზედ დიდი ტალღა რო იქნება დემონსტრაციისა, მაგალითად შემოდგომაზე. ბიზნესები გვჭირდება, თარიღები გვჭირდება, თარიღების დაკიდება გვჭირდება, რაღაც საბაბები გვჭირდება, გავიგე ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან დიდი ტალღა თუ იქნება და მე მგონი რომ იქნება, აი იმ დიდ ტალღას რამდენიმე ხნიანს დღიანსაც არ ვიტყვი, რამდენიმე ხნიანს ქართული ოცნება ვეღარ გაუძლებს. ანუ რაც არ უნდა გვესროლოს მერე ახალმა მინისტრმა და ახალი მინისტრის ბრძანებით რაღაც სპეცსამსახურებმა, კი რა სპეცძალებმა, სპეცრაზმებმა, ამ სადამსჯელო ბრიგადებმა, რაც არ უნდა ტიტუშკები მოგვიგზავნონ, რაც არ უნდა წყლის ჭავლი მოგვიშვიდონ, რაც მოუშვან, რაც არ უნდა წიწაკის სპრეით გაგწუწონ, გამოგწუწონ, დაგვიჭირონ, არ მნიშვნელობა არ აქვს. დიდ ტალღას ეს ხელისუფლება ვეღარ გადააგორებს და მაღალი ალბათობით იმის გამო, რომ კრიზისიაო ქვეყანაშიო, ამის შედეგად ივანიშვილი დაკლავს პრემიერ-მინისტრად, პოლიტიკურ დაკლავს გულისხმობ პრემიერ-მინისტრად წოდებულ ირაკლი კობახიძეს და დანიშნავს არჩევნებს. მე არ მგონია რომ ეს იქნება, ეს ზურაბიშვილი ამბობს, რომ სწორ შესაძლოა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნები ერთადო. მე მგონია რომ ესენი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მარტონი უნდა დავტოვოთ და მოვემზადოთ დაახლოებით მაისისთვის ალბათ მაინც ვერ გასცდება ხელახალი კი არა რიგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ოღონდ ჩემი მოსაზრება კვლავაც ისეთია, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ისე, რომ ქართულმა ოცნებამ მონაწილეობა ან არ მიიღოს საერთოდ, ან თუ მიიღებს აპრიორი შეგუებული იყოს იმასთან, რომ იქნება დამარცხებული და ყველა გაყალბების ყველა მექანიზმი მას უნდა გამოვტაცოთ ვიდრე არჩევნების ჩატარებამდე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც ჩვენ დავნიშნავთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იმასაც რიგგარეშეს. ეგ რა მაგის პასუხია, მაგრამ ეხლა მონაწილეობა და გარდაუვალი დამარცხება, და გარდაუვალი დამარცხების მიუხედავად თუ პარალელურად ლიდერების დაჭერა, ანუ ხაზარაძე და ჯაფარიძე ვერ გადაურჩებიან რეპრესიებს. ერთგვარი გაправება, გარდა ამისა 3 მილიონის უხეშად დახარჯვა და ასე შემდეგ ამ არჩევნებში და ერთგვარად ან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით სახელმწიფო თამაშში შესვლა არის არ ვიქნები რა მკაცრი და მკვეთრი, მძიმე სიტყვიანი. არის ბიზინა ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმა, ძალიან დიდი ბოდიში, ძალიან დიდი პატივისცემა, ასია ეს ყოველგვარი მაგრამის თუმცას და ასე შემდეგ გარეშე მე მესმის ცალკეული მათი ბამუგაბადრის და სხვების არგუმენტებისაც მესმის, ყველაფერი მესმის, კახარიას არგუმენტებისაც მესმის, კახა გოგოლაშვილს აქვს მოსაზრება რომ უნდა შევიდეთ რასაკვირველი არჩევნებში. არ ვიცი სხვების ამბობენ თუ არ ვწდები და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა არის სწორედაც რომ უდრეკობის დრო და არა თამაშობისა ქართულ ოცნებასთან. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ თუ მე მითხრათ რას ნიშნავს ეს ვარდისფერი კუბოები, დავიღალე, გაიხედავ,
ვიღაცა წერს ვარდისფერი კუბოები კალაძესთან იმართება. შესაძლოა სხვასთან იმართებაშიც არ ვიცი. ვარდისფერი კუბოები კალაძესთან იმართება. ვარდისფერი კუბოები კალაძე. ამიხსენით მე უვიცი, იმიტომ რომ ხوار შეიძლება რომ რაღაცა სულ გესმოდეს და სულ ამ რაც გესმის იმას ყურს მიღმა ატარებდე და და ხვდებოდი რომ რაღაცა არის ეს ვარდისფერი კუბოები. არ ვიცი. მე არ მგონია რომ ვარდისფერი კუბოებით მანანა ვიკას არ დავეთანხმები მისი ჩასმა მიუნხენ შესაძლებელი იყო, მაგრამ მაინც რა არის ეს კალაძესთან იმართებაში? აზე ვერ მოდივარ. ნახვამდის.